ვაკეთებ. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я პრობლემაში გადაცემდა. ბატონო რომან, რამდენს ედავებიან საქართველოს ხელისუფლებას? ახლა გამოქვეყნდა აუდიტის სამსახურის დასკვნა და იქ მოცემული რიცხვი არის ძალიან საგანგაშო, თუმცა ეს ვიცოდით დღემდე. საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟებში ედავებიან 3.3 მილიარდ დოლარს. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა, რომ ქვეყანამ დაკარგოს ამ რაოდენობის ფული. არადა ეს არის აბსოლუტურად რეალური, ვინაიდან უკვე დამთავრდა განხილვები ისეთ საქმეებზე, სადაც 9 მილიარდ დოლარზე მეტი საქართველოს მთავრობას გადასახდელი იქნება, ეს მხოლოდ შარშანდელი დასრულებული დავებიდან. ეს არის კატასტროფა და თუ ამას შევაფასებთ პოლიტიკური კუთხით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ აცდება განსასჯელის სკამს. ვინაიდან მარტო ორ შემთხვევაში ერთი ნამახვანისესთან დაკავშირებული დავა და მეორე რუსულ ენერგოკომპანიასთან ინტერრაოსთან დაკავშირებული დავა, რომელიც მორჩა უკვე და საქართველოს მთავრობამ წააგო ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს 560 მილიონ დოლარს. ორი მაგალითი რომ განვიხილოთ. რა მოხდა ნამახვანში. ვიცით რომ ნამახვანის პროტესტი შეგულიანებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ. აგერ დღეს ქუჩაში რომ გამოხვიდე, ციხეში გიშვებენ და რას უშვებიან ახალგაზრდებს. აგერ აი ამ ვარლამმათ ვიღაცებმა უზარმაზარი აქციები მოაწყვეს, კარვების ქალაქი გამართეს რესპუბლიკის მოედანზე, ივერიის წინ და მერე 2-3 დღის შემდეგ მარშებით ჩაიარეს და გმირთა მოედანი გადაკეტეს. რაიმე რეაქცია ქონდა ხელისუფლებას? მე არ ვიცი ამის უკან იდგა თუ არა რუსეთი, თუმცა რუსული ინტერესი რომ დაკმაყოფილდა ფაქტია. უნდოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რომ ასე დამთავრებულიყო, ამაზე შეიძლება ვიფიქროთ, ვინაიდან აგერ თურქულმა კომპანიამ ენკამ მიიღო უკვე გაიმარჯვა პარიზის სასამართლოში და დაახლოებით სადღაც კი არა ზუსტად 383 მილიონი დოლარი დააკისრეს საქართველოს მთავრობას. თუ ვინმე ამ ენკასთან შეკრული იყო, მენკამ საქართველოში დახარჯა 40 მილიონი საკმაოდ დიდი ინვესტიციები განახორციელა, ნამახვანის მშენებლობა დაწყებული იყო. 10 მილიონიზე მიუგდოს, ასე ვთქვათ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს, რომელმაც შეიძლება კიდევაც ხელი შეუწყო ამ მიტინგებითა თუ ამ აქციებით, აგერ პირდაპირ კორუფციის მარტივი მაგალითია, თუმცა მე ამას არ ვამტკიცებ, რომ ვიღაცები შეკრული იყო ამაში. მაგრამ ფაქტია, ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ის მთავრობა აგებს პასუხს იმ უზარმაზარ ზიანზე, რაც მიედგა ქვეყანას. ეს ერთი საკითხი. პერსპექტივა რა აქვს? გასაჩივრება ფაქტობრივად ამ საქმეზე არ ხდება. ფაქტია, რომ ამ ხელისუფლებამ იმდენი ფული დაუკარგა ქვეყანას მარტო ამ ორ პროექტში, რომ ავაშენებდით ანაკლიის პორტს. ეს ცუდი ხელშეკრულებებია, რომელიც არაკომპეტენტურმა ადამიანებმა გააფორმეს თუ ხედავთ რაღაც შესაძლო კორუფციას ამაში? ძალიან კარგი შეკითხვა არის. ეხლა მეორე შემთხვევაში კალაძე დამნაშავეა და ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს ბევრ რამეზე, გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც საიდუმლოა ვიცი ჩვენ და ფაქტობრივად უზარმაზარი ოდენობის ფული დააკარგვინა ქვეყანას, როდესაც გაზპრომიდან მიწოდებული სომხეთში მიწოდებული გაზის 10% საქართველოში ნატოდან რჩებოდა და ეს ხელშეკრულება შემდეგ რუსეთს შეცვალეს და გაასაიდუმლოებს, მაგრამ რა დანაშაული ჩაედინა საქართველოს მთავრობამ, ენერგეტიკის მინისტრი მაშინ იყო კალაძე და მთელი ის მთავრობა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ამაზეც აგებს პასუხს. 2011 წელს იმ ხელისუფლებამ ინტერრაოსთან გააფორმა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით მათ იყიდეს თელასი, იყიდეს გარდაბნის პროსტატგური და ხრამზე იყიდეს 2 ჰესი. ხრამი 1 და ხრამი 2. ამ ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს მთავრობა იღებდა ვალდებულებას, რომ ტარიფი არ შემცირდებოდა თელასის ტარიფი, თბილისის ასე ვთქვათ შუქი,
რუსებმა აიღეს ამ ხელშეკრულებით ვალდებულება რომ ხრამზე კიდევ ააშენებდნენ 3 ჰიდროელექტრო სადგურს და 179 მილიონ დოლარს ჩადებდნენ ინვესტიციის სახით. ანუ ეს იყო მათი ვალდებულება და ეს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში. და მეორე თელასი, რომელიც მათ ეკუთვნის, ამ თელასის რეორგანიზაციისათვის და გამართვისათვის დახარჯავდნენ დაახლოებით 370 მილიონ ლარს. ანუ ორი დიდი საინვესტიციო ვალდებულება ჰქონდა რუსებს. მოვიდა ხელისუფლებაში ქართული ოცნება, აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, პოპულისტური და უგუნური ლოზუნგებით, რომ ყველა ადამიანს უფასო კრედიტები, თითო სოფელს 5 მილიონი დოლარი, ის რომ გაზის ფასი შემცირდებოდა, ელექტროენერგიის ფასი განახორციელებოდა და ასე შემდეგ და ამ საარჩევნო დაპირებების შესრულების მიზნით მიმართა კახა კალაძემ, ანუ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, ინტერრაოს, რომ მოდით გადავხედოთ ამ ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულების მიხედვით მე თქვენ გაპატიებთ საინვესტიციო მოთხოვნებს, ანუ არ ააშენოთ 3 ჰესი, გაპატიებთ თელასში თითქმის 400 მილიონი ლარის ინვესტიციების ჩადებას, ერთადერთი რამის გამო დაუკელი ფასი ელექტროენერგიას. 2013 წელს სირეოდენი, ასე ვთქვათ, შემცირება მოხდა ელექტროენერგიის ფასისა და ქართულმა ოცნებამ დაიწყო, ასე ვთქვათ, სიამაყედ განცხადებების გაკეთება, რომ ისინი თურმე ასრულებენ წინასაარჩევნო კამპანიაზე, 1 წლის მერე ისე მოუწია ამ ფასის მომატება და ფაქტობრივად მათ ვალდებულებები ჩამოვაცილეთ. ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია და შეცდომას ამას ვერ უწოდებ, მაგრამ მომხდარა საოცარი რამ. ეს ხელშეკრულება არის დღემდე გასაიდუმლოებული და თურმე კალაძეს ჩაუწერია, რომ თუ კი მომავალში ლარი გაუფასურდება, ლარის გაუფასურების კვალობაზე ყოველ წელიწადს უნდა მოხდეს თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის მატება. წარმოგიდგენიათ ეს გავიგეთ შემდეგ, როდესაც უკვე არბიტრაჟი შეიტანა საქმე და 2017 წელს, მას შემდეგ რაც ლარი გაუფასურდა, გახსოვთ ხო, ლარი 1.65 იყო და მათ ხომ ვერ წარმოედგინათ ალბათ, ან შეიძლება რაღაც კორუფციული სქემებიც იყო ამაში ჩადებული, ლარი გახდა 3.3. და ამ დროს მოითხოვა ფასების, ანუ ტარიფის მატება, დენის ფასის მატება თბილისში ინტერრაომ, რომელსაც თბილისის ეს ელექტროსისტემა ეკუთვნის. ხელისუფლებამ, ანუ სემეკმა ტარიფები არ გაზარდა. და შემდეგ ამბობენ, ჩვენ არ გავზარდეთ ტარიფი, ხალხზე ვიფიქრეთ, კი, მაგრამ ტარიფის გაზრდა რატო ჩაწერე შენ ლარის გაუფასურებისას, ვინ რის გამო ჩაწერე, ფული აიღე, რა თქმა უნდა რაღაც კორუფციასანაც იქნება დაკავშირებული. რამდენიმე წელი გავიდა და აი ამ ინტერრაო ამბობს, რომ მეო 200 მილიონის ზარალი განვიცადა იმის გამო, რომ ლარი გაუფასურდა და დენის ფასი არ მოემატაო. ორ არბიტრაჟში წავიდა ვაშინგტონში, წავიდა ჰელსინკში, ორივეში მოიგო, ერთი 80 მილიონი, ორეში 82 მილიონი საბოლოოდ დაამგვალეს და 76 მილიონამდე ჩამოვიდა და საქართველოს მთავრობას დაეკისრა 76 მილიონი დოლარის ანაზღაურება. შემდეგ 1-2 წელიწადი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ასაჩივრებდნენ რაღაც პროცედურულ საკითხებში, ვინაიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ საჩივრდება თუ და დარღვევით არ წარიმართა რაიმე პროცესი, არავითარი დარღვევა არ ყოფილაო და 76 მილიონი უნდა გადაიხადოს საქართველოს მთავრობამ. ორი დამნაშავე ყავს ამ შემთხვევაში კონკრეტულად აი ამ ინტერრაოსთან დაკავშირებით, რომელსაც ინვესტიციები დაგვეყარგინა და ბიუჯეტიდან 76 მილიონი კალაძე და მთელი მთავრობა ენერგეტიკის მინისტრი იყო ღარიბაშვილი. ახ კატასტროფა საერთოდაც ნამახვანში მოხდა. ვინ ედავება საქართველოს და რისთვის კონკრეტულად? რადგან არის 3.3 მილიარდი, ესე იგი ძალიან ბევრია. იქ არის შვეიცარიული კომპანია, არის თურქული კომპანიები, არის დასავლური სხვადასხვა კომპანიები. საქართველოს მთავრობამ 2016 წლიდან 2024 წლის ჩათვლით დაახლოებით 350 მილიონი ლარი გადაუხადა ამ არბიტრაჟში სამსახურის გაწევისათვის, ასე ვთქვათ, მომსახურებისათვის ადვოკატებს.
დაქირავებული ყავს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო კომპანიები და საადვოკატო მომსახურებაში 350 მილიონი დავხარჯეთ ლარებში. საქართველოს მთავრობა არ შეასრულა პირობა დაარღვია პირობა მაგალითად სულ ბოლო გადახდა იყო ევროულ კომპანიას 15 მილიონი გადაუხადეს 15 მილიონი და მარტო რაც დაკისრებული გვაქვს აგერ ნამახვანდაგერ ინტერრაო თითქმის 500 მილიონი ნახევარი მილიარდი რაც წაგებულია ეს აუცილებლად გადაიხდება ერთადერთი ისა რომ პროცედურულად იწელება დროში უცნაური ის არის რომ აი ამ საადვოკატო მომსახურებაში საქართველოს მთავრობა არა მარტო მაშინ ხარჯავს ფულს, როდესაც უცხოური კომპანიები ჩვენ გიჩივიან, არამედ საქართველოს მთავრობას უჩივის სხვას. ახლა იბადება ბუნებრივი კითხვა. თუ ვიღაცას ედავები, ესე იგი სწორ მართალი ხარ, ხომ? მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ როდესაც სხვას უჩივი, ამ შემთხვევაშიც არის საქართველოს მთავრობის დანაშაული აქამდე რომ მიიყვანა საქმე და ძალიან სერიოზული კორუფციული, ასე ვთქვათ, თემა პირდაპირ ტივტივებს შეიძლება ასე ვთქვათ, ზედაპირზე. კი, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. საქართველოს მთავრობა უჩივის უკრაინულ ბანკს. ამაზე უკვე მილიონებია უკვე დახარჯული ლარები, რამდენიმე მილიონი საადვოკატო მომსახურებაში და ეს დავა 5-6 წელიწადია გრძელდება. რას ვერჩით ხომ მთავრობაში ქით უჩივის ვიღაცას. სინამდვილეში რაშია საქმე? სამტრედია გრიგოლეთის გზა, რომელიც უნდა აშენებულიყო ჯერ კიდევ 7 წლის წინ, რომელიც დღემდე დაუმთავრებელია. და სადაც რიონის ხიდში ერთი ბოძი ჩამოვარდა და ხიდის მშენებლობა დაწყებული არ არის, უკვე 2 წელიწადი გადის და მაშინ პარლამენტში ვიყავი და სადეპუტატო კითხვა გაუგზავნეთ იმას რა ქვია ეკონომიკის სამინისტროს 11 თვის განმავლობაში ელოდებოდნენ სამხარაულის კომისიიდან დასკვნას ის ერთი ბოძი შეიძლება ჩანაცვლდეს თუ მთელი ხიდი უნდა დაინგრეს და ასე შემდეგ. სამტრედია გრიგოლეთის გზა უნდა აეშენებინა დონეცკში გაფორმებულ კომპანია ალტკომს. ადგენენ და 25 მილიონი ევრო პირდაპირ მთლიანად გადაურიცხეს. წარმოგიდგენიათ რომ ვინ აძლევს თანაც ეს იმიდან ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიდან აღებული ფული 25 მილიონს წინასწარ რატო ურიცხავს სადღაც დონეცკში გაფორმებულ კომპანიას რომელიც შემდეგ ეს ომის შემდეგ ეს კომპანია გაკოტრდა და მთავრობის არგუმენტი ის არის რომ ამ კომპანიამ საბანკო გარანტია წარმოადგინაო. საბანკო გარანტია რომელიც წარმოადგინა იმდენად არაკომპეტენტურად იყო საქართველოს მხარის მიერ ეს ხელშეკრულება გაფორმებული და ეს გარანტია გადამოწმებული ან არ არის გამორიცხული შეგნებულად საბანკო გარანტია არსებობს დღემდე ბანკი ფულს არ იხდის ვინაიდან ეს გარანტია არასწორად და ასე ვთქვათ ინფორმით არის შედგენილი რომ ვედავებით ახლა ამ ბანკს 25 მილიონი დაგვიბრუნა რაც ამ კომპანიამ წაიღო და ფაქტობრივად სამტრედია გრიგოლეთის გზა არ აშენდა შემდეგ ყაზახები შემოვიდნენ იმათაც ვერ ააშენეს ახლა ჩინელები აშენებენ საოცარი ამბები ტრიალებს და არაკომპეტენტურობა და კორუფცია ერთად არის არეული მაგრამ 25 მილიონი ევრო დავკარგეთ. სხვადასხვა უკრაინული ბანკი რომელიც ვახსენე ის ბანკი იყო რუსულ-უკრაინული ბანკი. მხოლოდ 3 მაგალითი რომ ავიღოთ. ჩანს როგორც არაკომპეტენტურობა, ასევე კორუფცია, ასევე პოლიტიკური მიზანშეწონილობით, ასეულ მილიონობით ლარისა თუ დოლარის გამოყენება. ყალაძეს თუ მთავრობის ხუშტურმა რომ ერთ წელს რაღაც მინიმალური ოდენობით დენის ტარიფი შემცირებული იყო თბილისში, აი აგერ ინტერრაოსთან რაოდენობის ზარალი განვიცადეთ და რა მომავალში მისაღები, ასე ვთქვათ, შედეგები დავკარგეთ. თორემ დღეს სამი ხესი გვექნებოდა ინვესტიციები თელაში და გარდა ამისა 15 წლის განმავლობაში არ ქონდა უფლება ინტერრაოს მოეთხოვა თბილისში დენის ტარიფის გაზრდა. ეს მუხლეც ამოიღო კალაძემ რომ შევაჯამოთ. საქართველოს მთავრობა კარგავს ასეულ მილიონებს საადვოკატო მომსახურებაში, აფორმებს არაკომპეტენტურ კონტრაქტებს. 3.3 ეს არის დამთავრებული საქმეები და კიდევ 3.3 მილიარდის მოსალოდნელი ასე ვთქვათ, ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყანას. 3.3 მილიარდიდან თუნდაც 2 მილიარდი მოიგოს დაუშვათ თქვა დაღმერთ მაკნას
1 მილიარდიო დავკარგოთ ან 9 მილიარდი ამ ღატაკი ქვეყნისათვის. ეს ხომ წარმოუდგენლად დიდი ფულია. ეს ფული როდის იქნება საქართველოს გადასახდელი? გადასახდელი როგორც კი სასამართლო დააკისრებს და ეს დადავები და მთავრდება მომენტალური გადასახდელია. მომენტალური. ახლა დამთავრებულია რა ეს ინტერრაოს 76 მილიონი უნდა მივცეთ ინტერრაო ფლობს აქ თბილისში კომპანიებს რუსებთან ძალიან თბილად არიან ესენი ისე როგორც გაზპრომთან. ჯერჯერობით ბიუჯეტიდან ეს ფული არ გასულა, მაგრამ აუცილებლად გადაგვახტევინებენ. მით უმეტეს ვიცით რომ თელასში 25%-იანი წილი რომელიც თბილისის მერიას ეკუთვნოდა და უზარმაზარია 25% წილი ადგა და კალაძემ ეს წილი შარშან წინ მიყიდა, ანუ ალბათ თავის თავსაც მიყიდა მის ბიზნეს პარტნიორს, რომელიც ყველა ბიზნესში არის მას მახაცარია თუ რაგვარია ზუსტად მახსოვს რომელსაც ეკუთვნის თბილისში სამარშრუტო ტაქსების ტელიეს ბიზნესი მიყიდა კალაძემ 25% რაოესის თელასის რომელიც შეთანხმებულია თქონდა რუსებთან აგერ თბილგაზი თბილისის გაზი რომელიც ყაზახებს ჰქონდა ყაზახებს წაართვეს და ამაკაცარიას მიყიდეს 100% და 100 მილიონი დოლარის ვალი ჩამოაწერეს და იმის მერე მიყიდეს ეს კიდევ სხვა სქემებია ანუ კალაძესთან დაკავშირებული ბიზნესმენები რომლებიც ფლობენ აი წყალქვეშა კაბელის ინტერნეტი რომელიც შემოდის ევროპიდან და შემდეგ მიეწოდება მეზობელ რეგიონებსაც აქაც წილები აქვს ანუ ფაქტობრივად რუსულ ქართულ ასე ვთქვათ სამთავრობო ბიზნესები ერთმანეთთან ისე არის დაკავშირებული რომ არ არის გამორიცხული რომ ამ წინასაარჩევნოდ უთხრეს რავოეს ინტერრაოს რომ ცოტა მოგვიანებით გადაგერიცხავთ. ხოლო რაც შეეხება ნამახვანის საკითხს, აი ეს პროცედურულად როგორც კი ეს მორჩება, ეს იქნება კატასტროფა საერთოდ ქვეყნის ბიუჯეტისათვის, იმიტომ რომ ეს დაახლოებით წარმოვიდგინოთ 1 მილიარდი ლარია. 1 მილიარდი ლარი ეს არის ის რიცხვი 1.1 მილიარდ ლარს ხარჯავს საქართველოს სოციალურ დაუცველებზე 700,000 ჩვენს მოქალაქეს ელჭაში დაახლოებით აი ამდენი შემწეობა ეძლევა ბიუჯეტიდან ანუ იმდენი რამდენიც მხოლოდ ერთი კომპანიის ზიანის ასანაზღაურებლად უნდა გადავიხატოთ და ისე ვიმეორებ პირველი ნაწილი ანაკლი ექსპორტისა 600 მილიონი დოლარი ღირს და ანუ 9 მილიარდი თითქმის იმდენი ფაქტობრივად ამ ორ კომპანიის ზიანის ანაზღაურებაში უნდა იქნას გასრულებული და დიდი ალბათობით სხვა შემთხვევებშიც დადგება შედეგი და ოღონდ ეს ხელისუფლება მაშინ არ იქნება სადაც არ უნდა იყვნენ იმდენი დანაშაული რაც მათ ჩადენილი და ამდენი ცოდვაც მათ კისერზეა კიდევ უფრო მძიმდება თუნდაც აი ამ ერთი საკითხით რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.